არის სამსახურებრივი უფლებამოსილებით ძალადობით გადამეტება. აი აქ ვიყავი ზუსტად, როდესაც ინტერვიუ დავასრულე პალიტრანიუსთან და დავინახე შუა გზაზე როგორ ეჯაჯგურებოდა ათეულობით პოლიციელი ერთ ადამიანს, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც აი ბუნებრივად რო შეხედოთ ახლა თქვენ აბსოლუტურად იმ ადამიანების საკმარისი რაოდენობაა, რომ რუსთაველის გამზირი გადაიკეტოს და ხელოვნურად ცდილობს პოლიცია შეავიწროვოს და როგორმე ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც 76-ად გრძელდება და იკეტება ყოველდღურად რუსთაველის გამზირზე, როგორმე გაწყვეტოს. ეს არის ამოცანა, რომელიც დაავალა სადღაც იბიძინა ევანიშვილმა და ასრულებენ ეს ადამიანები და ეს პირდაპირ ეთერში მათ შორის კადრები არსებობს, როგორ ეჯაჯგურებიან გოგიჩაიშვილს და როგორ მოყავთ დაკავების მანქანისკენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, აი როგორ ცდილობს ახლა პოლიცია, კორდონება დაღმართული, როგორმე არ გადააკეტინოს რუსთაველის გამზირი თავისუფალ მოქალაქეებს, აი ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, ეს არის განზრახ უკანონო დაკავება, მათ შორის ფორმალურად იმ ადამიანისაც კი, რომელსაც აი ამ არალეგიტიმურ პარლამენტში მათივე აღიარებული, ეგრეთ წოდებული რაღაც იმუნიტეტი იცავს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, აი ამ პროტესტს, რაც უნდა ეჯაჯგურონ, რაც უნდა ადამიანები დააკავონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალებს მოექცნენ ისე როგორც ექცევიან ახალგაზრდებს რეჟიმის სინდისის პატიმრები გამოკეტონ საკნებში თუ დააჯარიმონ ათასობით ლარით, აი ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს ვერაფერი. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად იმაში, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ამას ვერ აღუდგება წინ ვერავინ. რაც არ უნდა კორდონები გადაკეტვას ცდილობდა ბატონი ლევანი. ბატონი ლევანი კი არ ცდილობდა გადაკეტვას. ხალხის ის რაოდენობა ავტომატურად აქ მობილიზებული, რომ უნდა გადაიკეტოს ბუნებრივად რუსთაველის გამზირი. აი როგორც ცდილობენ, როგორმე არ გადმოიყვანონ ხალხი რუსთაველის გამზირზე. აი ამას ვადევნებთ ახლა თვალს. აი რატომ არ აძლევენ ახლა ხალხს რომ გადაკეტონ გზა, რატომ უქმნიან აი პროტესტს წინა? თქვენ ხედავდით რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, 3 დღის განმავლობაში ფორმალურად როგორ წმენდდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რუსთაველის გამზირს, რომ საკმარისი რაოდენობა თითქოს არ იყო ადამიანების რუსთაველის გამზირი რომ დაეკეტათ. ამიტომ ეს არის მიზანი, როგორმე უწყვეტი პროტესტი რაღაცა დღეს გაწყვიტონ, რომ აი რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტა, ეს ფაქტი შედგეს. ამ ფაქტს ვერ აღირსებიან დარწმუნებული. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები ვინც გვიყურებენ აუცილებლად უნდა მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ ჩვენ გვიყურებენ ადამიანები, რომლებიც საკნებში სხედან აი ამ რეჟიმის უკანონო ქმედებების გამო. ამიტომ რაც არ უნდა გქციოდეს, გცხოვრობდეს, უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც ახლა საკნებში არიან.